ინტერვიუში ამბობთ. ჩემი აზრით, დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ ხელისუფლება იგულისხმება, რომ ბომჟები, მილიონერები გამხდარიყვნენ. მეც ვერაფერს ვიტყვი და დანარჩენს გამოძიება დაადგეს. გამოძიება დღეს სადაც თქვენ ბრძანდებით და რას გულისხმობდით ამაში, ვინ არიან ეს ბომჟები, რომელთაც დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მილიონერები გამხდარიყვნენ. რუსებს გულისხმობ. ბატონო? რუსებს გულისხმობ. სააკაშვილი? გენერალი ორჯერ უმეორებს, რომ რუსებს გულისხმობდიო და სააკაშვილი აი რა დონის მარაზმია უბრალოდ და კიდე აგრძელებს უყურე. რუსების მხრიდანაც ხო იყვნენ ბომჟები, კაცო, რომელიც აშენდნენ და მილიონი ის ჰქონდათ. აქაც იყო ხალხი, ვისაც რაღაც ინტერესი აქ რუსებს არ გულისხმობთ, აქ გულისხმობთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, კონკრეტულად ვის გულისხმობთ? ყოველ შემთხვევაში დათო კეზერაშვილს არ გულისხმობდი ნამდვილად. მაგას მეკითხა. სააკაშვილს? სააკაშვილს საერთოდ შეხება მქონდა, მე ვერ ხედავდი. მერაბიშვილს? არა, პოლიტიკურ ხელს. ადეიშვილს? არა. უგულავას? აბა გადაწყვეტილებას ომის დაწყებაზე ვინ იღებს? ომის გადაწყვეტილებაზე კულტურის მინისტრი ვინ იყო არ მახსოვს მაშინ. ის იყო ნაკლები. კი ბატონო. კაი, საოცრებაა რა რასაც გქონდა. პაპატიეთ.